სასულიერო არქიტექტურა ყოველთვის მომხიბლელია თავისებურად. ყველას აქვს თავის საიდუმლო. ყველას ერთმანეთისგან განსხვავებით გააჩნია რაღაც განსაკუთრებული იდუმალება და სილამაზე. მას ასე წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ და ულამაზეს ტაძრებს. ტაილანდი ეგზოტიკის მოყვარულთათვის რომ საყვარელი და საოცნებო ადგილია, ეს ცნობილია. თუმცა ტაილანდში არსებობს ერთი ადგილი, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს. ეს ბუდისტური თეთრი ტაძარია, რომელიც ჩიანგრაის პროვინციაში მდებარეობს. ეს სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარია, რომელიც ირგვლივ უამრავი შენობით, სკულპტურებით არის შემოსაზღვრული. ტაძარი თეთრია სარკისებრი მოზაიკით, რაც სიმბოლურად აღნიშნავს ბუდას სისპედაგეს. თუმცა ტაძრამდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია. ტაძარი სიმბოლურად ნირვანას წარმოადგენს, იქ მისაღწევად კი ჯოჯოხეთის კარიბჭის, წამების და ტანჯვის ბილიკის გავლა უწევს ადამიანს. ბილიკის ორივე მხარეს მუდარით გამოწვდილი ხელებია. ბილიკის გავლის შემდეგ შეხვდებათ რახის ქანდაკება, მითების მიხედვით ეს არის დემონი გველეშაპი, რომელიც დაბნელების დროს მზეს ყვაპავს. ამის შემდეგ ხიდია პატარა ტბორზე, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს ორი სამყაროს გამყოფ მდინარეს. ამ ყველაფრის გადალახვის შემდეგ კი თეთრი ტაძარია, თუმცა უცნობია რა ხდება ტაძარში, რადგან შიგნით ფოტოაპარატის შეტანა აკრძალულია. როგორც დამთვალიერებლები ამბობენ, ტაძარში ბუდას ქანდაკებებია განთავსებული. როგორც ამბობენ, ტაძრის მთავარ კედელზე წარწერებია ბოროტებისა და სიკეთის მარადიულ ომზე. ამ ყველაფერს კი თანამედროვე კომიქსების გმირები წარმოადგენენ. მაგალითად, იქ შეგიძლიათ იპოვოთ ნეო მატრიცადან სუპერმენი და სხვა სუპერგმირები. ოქროს ტაძარი ინდოეთში მდებარეობს. ეს საეკლესიო ხუროთ მოწყობილი ნაგებობა აშენდა მე-16 საუკუნეში. მის გარშემო დიდი წყალსაცავია, რომელიც წმინდად ითვლება. ეს ტაძარი ინდოეთის ერთ-ერთი ცნობილი სალოცავია. გარედან შენობა გავს თეთრ ოქროსფერ ლოტოსის ყვავილს. ქვედა ნაწილი დაფარულია მარმარილოთი, ხოლო ზედა ოქროთი. ოქროს გუმბათი იწონის სავარაუდო შეფასებით დაახლოებით 400 კილოგრამს. შიგნიდან არის 4 შესასვლელი, რაც სიმბოლურია სალოცავის ხელმისაწვდომობაზე ყველა რწმენის მქონე ადამიანისთვის. ისლამური და ინდუსური მოტივები ფანტასტიკურად ერწყმის შენობის დიზაინს, რის გამოც ტაძარს უნიკალური სახე აქვს. მას ახსოვს როგორც კარგი, ისე ცუდი მოვლენები, შეიარაღებული კონფლიქტები და არეულობების შემთხვევები. ძლიერი, აბსოლუტურად ფანტასტიკური, რომელიც უხეშად აღწევს ცას. ეს ლუთერანული ტაძარია, რომლის ნახვასაც ყველა ნატრულობს. ტაძრის მშენებლობა დააპირეს 1927 წელს, თუმცა მშენებლობა 1945 წლამდე გადაიდო. მშენებლობა დასრულდა მისი დაწყებიდან 41 წლის შემდეგ, 1986 წელს.
ისტორია მინაქშის ტაძრის მიმართ დაკავშირებულია რომანტიკულ ლეგენდასთან. ერთხელ ამ ქვეყანაზე ცხოვრობდა უშვილო მეფე, ყოველთვის თხოვდა ღმერთებს შვილს. ერთხელაც დაიბადა გოგონა, ოღონდ არა დედის მიერ, არამედ მსხვერპლ შეწირვის ცეცხლიდან. გოგონა დაიბადა 3 მკერდით. ბრძენებმა დაამშვიდეს შეშინებული მშობლები, უთხრეს, რომ მესამე მკერდი გაქრება, მაშინ, როდესაც გამოჩნდება ღირსეული პრინცი და ისინი ეძებდნენ ღირსეულ პრინცს. როდესაც გოგონა გაიზარდა, შეხვდა ღმერთ შივას, კაილას მთაზე და ტაძარი მიუძღვნეს მათ სიყვარულს. ტაძარი ჯოკანგი მდებარეობს ტიბეტში, ქალაქ ლხასაში. ტაძარი არის უძველესი ნაგებობა. ის 1400 წელს ითვლის. ტაძარი აშენდა ნეპალის პრინცესის სტუმრობის სახელზე. მალაიზიაში არის ბროლის მეჩეთი. სამლოცველო შენობის გარდა მოიცავს 4 მინარეთს, რომელიც დამზადებულია აკურატული დიზაინით. ყველა მათგანი მინით არის დაფარული. დღის განმავლობაში მეჩეთი ლამაზად ანათებს მზეზე სხვადასხვა ფერებში. ღამით ის ანათებს ხელოვნური შუქით. შუშის კონსტრუქციები კარგად გადმოსცემს შუქს. ის ააშენეს 2008 წელს, რამდენიმე წელიწადში. შიგნით მსახურობს 1500-მდე მრევლი.